გამარჯობათ. სატელევიზიო პროგრამა მესამე გზა რეგულარულად აგრძელებს თავის გადაცემებს. თქვენი კეთილგანწყობა და ინტერესი კი იმ სატელეფონო ზარებსა და უშუალო საუბრებში გამოიხატა, რომელიც შემოქმედებით ჯგუფს ახალი ცოცხალი იდეებით ასაზრდოებს. თავად პროგრამა უკვე ქმნის ტრადიციას თავისი საეთერო დროს დიდი ნაწილი ქართულ ექსპერიმენტულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების ასახვას დაუთმოს. ნებისმიერი ერის კულტურის მემკვიდრეობითობის დაცვას, მის შენახვასა და განმტკიცებას პერიოდული გამოცემებიც ემსახურებიან. ქართულ ავანგარდულ ლიტერატურას, მხატვრობას, მუსიკას დღეს ობიექტური მიზეზების არსებობის გამო არ აქვს საკუთარი პერიოდული გამოცემები. ორგანო, სადაც თავიანთ ესთეტიკურ პრინციპებსა და ორიენტაციას თეორიული და ორიგინალური მასალებით წარმოაჩენდნენ. სავსებით გასაგებია, რომ ეს როლი ქართული თავისუფალ გამოცემებს უნდა ეტვირთად. შვიდდღესა და დროში ასევე ალმანახ ლიტერატურა და ხელოვნებაში რამდენიმე სერიოზული თემატური მასალაა მოთავსებული. განსაკუთრებით საინტერესოა ორი ქართველი მხატვრის გია ბუღაძისა და კარლო კაჭარავას წერილები, სადაც ისინი სრულიად დამოუკიდებლად, მაგრამ ფაქტიურ ოპონენტებადაც კი გვევლინებიან და აყალიბებენ თანამედროვე ქართული მხატვრობისათვის დამახასიათებელ ზოგიერთ ტენდენციას. მხატვრობა ახლა ერთგვარ გზის გასაყარზე დგას, შეიძლება ასე ითქვას. ძალზე საინტერესო პროცესებში შევიდა და შეიძლება ითქვას თვითდამკვიდრების გარკვეულ მტკივნეულ გზაზე დადგა. თუმცა კი რა თქმა უნდა მას საზღვრა ტრადიციები და ფესვები გააჩნია და მასზე საუბარი მისი გენეტიკური ამოსავლის გათვალისწინება თქო უნდა შეიძლება მრავალი თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში შევჩერდებით თანამედროვე ქართული მხატვრობის ყველაზე ოპტიმალურ მდგომარეობას და ყველაზე აქტუალურ ორიენტაციებზე და ორიენტირებზე, რომელიც დღეს შეიძლება ითქვას საქართველოში ვითარდება. თუმცა კი მოგესალმებით ხელოვნებაში განვითარება და საერთოდ წინსვლა ძალზე პირობითი ცნობა და ცალკე საუბრის თემა გახლავთ, მაგრამ ფაქტი მაინც სახეზეა, რომ რაღაც განკვეული ადრე ჩასახული პროცესების ლოგიკური განვითარება მაინც მოხდა, ლოგიკური ერთგვარი სახეცვლილება, ტრანსფორმირება მაინც მოხდა. თუ კი გავიხსენებთ ეს ლუდვიგ კირხნერის განსაზღვრებას თუ რა არის ხელოვნება, რომელიც ახობთ ასე ჟღერს, რომ ხელოვნებას არის გაუთავებელი გარდასახვა, მაშინ მიხვდებით, რომ ყველა გარკვეული გამოვლენა ჩვენში მიმდინარე პროცესისა გარკვეული ისე ვიმეორებ სათავეში მყოფი ტენდენციის ტრანსფორმაცია ყოფილა. აქედან გამომდინარე შეიძლება თამამად თქვათ, რომ ქართული მხატვრობა არ მოწყდა იმ თავის ძირითად ძირებს, რომელიც მას გააჩნდა საუკუნის დასაწყისში თქვათ იმ დიდებული პირველი მე-20 საუკუნის დიდებული მხატვრების სახით დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის და ამ სწორედ ამ ქართული მხატვრობის კორიფეების სახით და შემდგომ განიცადა აურაცხელი ფორმის გარდასახვები, ზემოქმედებები და ამ ზემოქმედებების აი ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას ავანგარდულ ეტაპზე დღეს იგი განიცდის ერთგარ ცვლილებებსაც. ახლა ტენდენციების გამოყოფა რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ამავე დროს აუცილებელიც არის. მე აუცილებლად შევჩერდი ერთ ფაქტზე, რომელიც ამას წინათ გამოვძებნე დასავლურ ჟურნალში, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ თურმე ნუ ვიტყვით და ესე იგი ქართული, უკრაინული და ყაზახსტანის, ესე იგი ყაზახეთის მხატვრობა ევროპისთვის მიუღებელია. ნუ ეს დაახლოებით ასეა ფორმულირებული და ძალზე საინტერესო. და რატო არის იგი მიუღებელია ეს? ეს არის ძალზე საინტერესო, იმიტომ რომ იგი ამკვიდრებს აგრესიულ ხელოვნებას. სიმართლე გითხრათ, როდესაც პირველად ამ ქაღალდს და ამ დოკუმენტს გავიცანი, რომელსაც ხელს აწერს ძალზე პოპულარული დასავლეთში კრიტიკოსი, ჩემთვის ცოტა გამაოგნებელი ფაქტი იყო და დავფიქრდი, რა შეასაქმე, რატო შეიძლება იყოს მაგალითად კონკრეტულად თუნდაც ქართული მხატვრობა, რო არაფერი არ ვთქვა უკრაინულზე და ყაზახეთის მხატვრობაზე, ასე აგრესიული ევროპული სამყაროსათვის, ხომ ასეა, დასავლური სამყაროსათვის. და შემდგომ როდესაც შევეცადე გამეცნობიერებინა ის პროცესები თუ რა პროცესებს ვამკვიდრებ ჩვენ ჩემი თაობისა და უფრო ახალგაზრდა თაობის სახით, დაახლოებით მივხვდი რა უნდათ მათ. რა შეასაქმე, რაში მდგომარეობს პრობლემა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთმა შეიმუშავა გარკვეული სანიშნო სისტემა, სამხატვრო სანიშნო სისტემა და უკვე დიდი ხანია მას შემუშავებული აქვს და მას ახალი, ასე ვთქვათ, აგრესიული შემოტევები თუნდაც ნაციონალური ხელოვნებებიდან და ნაციონალური კულტურებიდან არ აწყობს. ეს სანიშნო სისტემები ძალზე გავს საგზაო სანიშნო სისტემები, შეიძლება ასე ითქვას. ნუ როგორც ახლა ინტერნაციონალურია მოგეხსენებათ საგზაო სანიშნო სისტემები და ასევე ყოფილა თურმე მხატვრული
მხატვრულ სამყაროში რაღაცა სამხატვრო სანიშნო სისტემა, რომელშიც ყველა ქვეყანას გააჩნია გარკვეული როგორ ვთქვა, წვლილი აქვს შეტანილი. თქვათ, ახლა ძალზე პირობითად, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნებოდა, ამიტომ ამაზე უნდა შევჩერდეთ. თქვათ, ნეოექსპრესიონიზმი, თქვათ, გერმანიიდან, ახალი ველურები იგივე, ასეთი სახელითაც შეიძლება ვთარგმნოთ. აი აქედან მიღებული გარკვეული იმპულსები. თქვათ, გრაფიტის ახალი სკოლა საფრანგეთიდან. ესე იგი ტრანსავანგარდი, კონკრეტული ცხელი ტრანსავანგარდის სახით იტალიიდან, ამერიკიდან კიდევ მოგეხსენებათ ისე ნეოექსპრესიონიზმი და კონცეპტუალიზმი და აი ეს ყველაფერი ჩამოყალიბდა ერთ სანიშნო სისტემა და ამ სისტემა არ აღიარებს არაფერს სხვას. ხო, რუსეთიდან სოცარტე მიიღო. ესე იგი მიიღო ძალზე ესეთი გულმუხატ მიიღო პერესტროიკის შედეგად სოცარტი და აღიარებს მას როგორც შესანიშნავ მოვლენას იმ თვალსაზრისით, რომ 70 წლის განმავლობაში რუსეთიდან საერთოდ ევროპას და დასავლურ კულტურას ავანგარდის სახით არაფერი არ შესვლია, თუ შეიძლება ასე თქვას, შემატებია თუ არა თქვა სოცარტი. სოცარტი კი მოგეხსენებათ, ეს არის ირონია, ერთგვარი ირონიზება სოცრეალიზმზე. ფაქტიურად ესეთი მცირე ქვეყნებისათვის როგორც ჩვენ ვართ, რომელსაც გაგვაჩნია ნაციონალური კულტურა, ფაქტიურად ადგილი აღარ რჩება და თუ კი ჩვენ არ გარდავისახებით, იმ სახეს არ მივიღებთ, იმ სანიშნო სისტემაში არ აღმოჩნდებით, როგორცაც გვაიძულებს რომ ვიყოთ, ესე იგი, ეს რა თქვა, ეს საერთოდ კოსმოპოლიტური, ესე იგი, სამხატვრო ენა, მაშინ ჩვენ იგი არ ვიღებს. და სწორედ აქედან გამომდინარე გამიშთა ასეთი აზრი, რომ მიუხედავად ყველაფრისა და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც უნდა შევძლოთ ჩვენი თავისუფალი ინტეგრაცია, შეიძლება ასე თქვას, ტრანსნაციონალური ინტეგრაცია, საკუთარი თავის უარყოფის გზით კი არა, არამედ საკუთარი თავის დამკვიდრების გზით, იგივე ევროპულ, არა მარტო თქვა ბაზარზე, ართ ბიზნესის პერიოდი მოგეხსენებათ, ახლა კრიზისულ პერიოდში შევიდა ართ ბიზნესი, ლაპარაკი არის სწორედ ყველაზე მაღალ კატეგორიებზე, უნდა შევძლოთ დავიმკვიდროთ საკუთარი მეუბა და თავი. ამაზე ძირითადი და უმნიშვნელოვანესი სამუშაო ჩემი აზრით მე მგონი ქართულ მხატვარს არ შეიძლება რომ გქონდეს. მით უმეტეს თუ კი ვიტყვით და ვაღიარებთ რომ სხვადასხვა სტილისტიკურ ძიებებზე უკვე ევროპაში დიდი ხანი აღარ საუბრობს და ლაპარაკობს. ეს კი განვლილი ეტაპია და ხა როდესაც აქ ხშირად მომისმენა ხოლმე მხატვარმა თავის სტილი იპოვა. ეს ისეთი ჩამორჩენის ნიშანია, წარმოუდგენელი. შეიძლება ხა საკამათო იყოს ეს აზრი ვიღაცისთვის, მაგრამ რეალურად თუ გავეცნობით თანამედროვე კრიტიკოსთან ნაწერებს და ნამუშევრებს მივხვდებით რომ სტილისტიკურ ძიებებზე საუბარი აღარ არის. აქ არის ძიება საზრისზე, გადარჩენის ერთადერთ გზაზე. ესე იგი გადარჩენაზეა ლაპარაკი და საზრისის მოძიებაზე, ცხოვრების აზრის მოძიებაზე, იმ აგონალური სამყაროდან გარკვეული აზრის რაციონალური მარცხნის გამოტანაზე, რომელზეც უკვე დღეს ფაქტიურად გადარჩყოფნა არ ყოფნის ფაქტიურად პრობლემას გადაგვიჭრის. აი დაახლოებით აი ამ ორიენტაციებიდან თუ შევხედოთ, მაშინ ჩვენ უნდა შევძლოთ თავისუფალი ტრანსნაციონალური, ასე ვთქვათ, ინტეგრირება, სწორედ აი ევროპულ კულტურულ სივრცეში, რომელსკენაც ასე მივილტვით და რომელსკენაც ასე მივდივართ. მას ლაპარაკი ეს მეგონი ყველაზე პრობლემატურია. რა არის ქართული მხატვრობისთვის ძირითადად დამახასიათებელი? აი, ჩემთვის პირადად ეს არის მთავარი გადასაწყვეტი პრობლემა. რა არის ისეთი, რომელიც ქართულ მხატვრობას განასხვავებს სხვა მხატვრობისაგან? მაგალითად, მე არ მინდა რომ აღარ არსებობდეს ქართული მხატვრობა და არსებობდეს მხოლოდ ქართული მხატვრები. არ მინდა ასე რომ ითქვას. ესე იგი, ხო შეიძლება დავაყენოთ ასე რომ ქართული გვარი აქვს, მაგრამ ქართული მხატვარი არ არის. აი ეს ამას ითხოვს ჩვენგან გარკვეული ზემოქმედება, ესე იგი, გარესამყაროდან, რომ ჩვენ აღარ ვარსებობდეს, როგორც ქართული მხატვრები ვარსებობთ როგორც პერსონალურად, რომელიღაც მხატვარი, რომელსაც ქართული გვარი აქვს. მე მინდა რომ სწორედ ნიშნით წავიდეს, აი ნაციონალური ნიშნით მიდიოდეს, თუმცა ნაციონალური არა ვთქვათ კარჩაკეტილობის, ამიტომ ტრანსნაციონალური ხასიათობა, ესე ტერმინი შემოაქვს, სწორედ აი ტრანსნაციონალური ნიშნით, ოსა მე შეძლებ თავისუფალ დაკავშირებას, თავისუფალ, ესე იგი დამოუკიდებელ შესვლას აი ამ საერთო კულტურულ სივრცეში და წრეში თუ შრეებში, რომელიც ფაქტობრივად მოიცავს აი ამ გრანდიოზულ კულტურულ კონტექსტს და ტექსტს, რომელსაც კითხულობს მთელი კაცობრიობა. ესლა თავისუფლად. და სწორედ აქ ესე იგი დაწყებული 80-იანი წლებიდან რომ არ ვილაპარაკოთ დავით კაკაბაძეს უდიდეს მიგნებებზე საუკუნის დასაწყისში, როდესაც იგი დაკავშირებული იყო მარსელ დუშანთან, იან არფთან, ესე იგი პირველ დადაისტებთან, სიურეალისტებთან, კონცეპტუალისტებთან, მაშინ ჯერ კიდევ კონცეპტუალიზმი როგორც ასეთი ტერმინი ჩამოყალიბებული იყო, ხოლო შემდგომ 50-ან 60-ან წლებში შემოვიდა.
ამის შედეგი სწორედ ის არის, რომ 80-იან წლებში, ესე იგი ჩვენში 60-იან წლებიდან მოყოლებული, როდესაც ეს ძიებებმა უკვე რადიკალური და ძალზე კონკრეტული სახე მიიღო, ეს ძალიან საუკეთესო მხატვრები ყავდა ჩვენ, შეიძლება ითქვას ლეგენდარული მხატვრებიც კი, თუმცა ბევრს არ აწყობს, რომ ეს სიტყვა ვიხმარო ხა ამ შემთხვევაში მე ამ თაობაზე, მაგრამ ეს მართლაც ლეგენდარული თაობა 50-იან 60-იან წლების თაობა, რომელთაც შეძლეს სოციალიზმის მარწუხებიდან თავის დაღწევა, აი შემდგომ 80-იანმა თაობამ სწორედ შემოიტანა ნეორომანტიზმისა და შემდგომ უკვე 80-იან წლების ბოლოში ნეოექსპრესიონისტული ძიებების ძლავრი ჭავლი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძლავრი ჭავლი და ფაქტობრივად ჩვენ ამ ეტაპზე ვიმყოფებით დღესაც და ამავე დროს განვიცდით სოფლიოში საერთოდ რეალურად არსებული თანამედროვე პოსტმოდერნული იდეოლოგიის ძაფრ, ვერ ვიტყვი ახლა ზეგავლენას, იმიტომ რომ ლოგიკურად აღმოცენდა აქედან, ესე პარალელურად აღმოცენდა, შინაგანი ცხოვრებიდან აღმოცენდა და რა ვთქვათ, ვინმეს გავლენი თან გარედან ვთქვათ უბრალოდ იმპორტირებით ეს შინაგანად ჩვენგან აღმოჩნდა პოსტმოდერნულ, ესე იგი, ზეგავლენას თუ პოსტმოდერნულ განვიცდით, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს ყველაფრის გადამუშავებას, გადახედვას და ერთგვარ რეტროსპექტირებას იმ მიღწევებზე და გამოცდილებებზე, რომელზეც საუბარი ალბათ უბრალოდ შეიძლება.